სალამს გისურვებთ ყველას. დღეს ჩვენ ვარეაქტებთ კამი versus Tyros. ძალიან დიდი მოლოდინებით ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ბეთლი. Tyros-განაც მიუხედავად იმისა, რომ წინა ბეთლზე ის ვერ იყო, რაც უნდა ყოფილიყო, მაინც ველოდები უფრო მეც, იმიტომ რომ კამი ამ სეზონში ძალიან ხოცეა და ვაფშე სხვა ტიპია და ძალიან მაგარია. ამიტომ ნახოთ რა შეუძლიათ ორივეს, ნახოთ რა იქნება. მაინც ვფიქრობ, რომ კამის ვერ აჯობებს Tyro, მაგრამ იმედები მაინც მაქვს, იმიტომ რომ პოტენციალი Tyros აქვს ძალიან დიდი. ეგ არის და ეგ. ეხლა დავიწყოთ რეაქტი, შევაწვინოთ მეგობრებო, თქვენ შეაწვინეთ ლაიქები, შეაწვინეთ subscribe-ი, ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები და flow-ს გამოიწერეთ აუცილებლად, რომელიც არხიც აღწერაში იქნება. Let's go. ეს არის PvP Flows მესამე სეზონის ნახევარფინალური ბეტლი. შევქმნათ ხმაური. ხო, ნახევარფინალია რა, მაგარია. მზად ვართ? მე ვიკითხე, მზად ვართ? პირველი რაუნდი MC ჩემგან ხელმარჯვნივ. ოპა, კამი იწყებს. ჩემი სიტყვის ფასი უკვე ყველა მიცის, უდავოდ ვარ ცუდი ჯარის კაცი პროექტი დავტოვე უმამოდ, არ ვაპირებ დიდხანს მოსმენას აქ შენი წლიකිნის დღეს ვაფუჭებ კიდევ ერთ რეპერს კოა ახალს მიყიდის, ყველა ბეთზე მახსენებდა ტიპი გადამეკიდა, ეხლა შენ წინ მდგავარ ხო და თქვია ბარაყლე გინდა, ეი ნახოთ აბა დღეს რა მოიტანე, ან რა ლაინი მისგან მოიფარე, ისეთები გელოდება რამე მოიფარე, თუ გინდა მთელი გენგი მოიხმარე, ხილოდ რამე არ წაიღო ბოი, ბრუტალურია Tyro ბოი, უსახურია შენი რეპი ხო მომის მინე რამე გაიგო ბოი, ენერგიას გაცლი კი არ გებეცლავები, შენ არა ხარ ნიკოლასიდან უმეტესლავები, გონი სწორად გათვალე რომ ლეზე აგიხოლებდი, აბა თქვი ლომი ლამპარდი და ლამპიონები, შენი ლოგოპედი ვიცი შენ სწავლებას მე მანდობს, ლეკვილო მისასწორია მაგრამ ეს სწორად ვერ ამბობს, ვიცი ხალხი ეკრანებზე რატო ჩართავს დღეს ამას, შენ რა უნც კამანდას ქიფავს როგორც ვოლტის რეკლამას, ხო და ვერაფერს იზამის ეც რომ მე გამაგვირვო ბიჭუნი, თითქოს ყველაფერი კარგი, მაგრამ მაინც ერთი წუნი, რეპერი დიდი ეგოთი დაბალი ფასით, ორსულობის ტესტიც მოგიგებდა შენ ორი ხაზით, ხო და არ ვარ სადისტი, მაგრამ მიწევს რომ გაწამო, ამ დღის მერე უნდა გაგიჩინო ჩემი ფობია, შენ ფეხებს ვერავის მოჭამ, ამიტომ აღარა წვალო, ამდენ დაჯმას მოტივაცია რომ მოგსეჯობია, ჩემი ლომი ხარჯოტია, ცადე იწვალე ჯოტია, ფიქრობ ჯობი ხარჯოტია, რამე იწამე ჯოტია, შენი fake აგრესიულობით ვერ დამაბოლებ, პროვინციის ლომო ხონის მარშრუტკას გაგაყოლებ, ეი Tyro ჯერი ხომოდა მარაგა დავიდა ხო და მე რო დამინახავ და იცოდა შეეშინებოდა, მაგრამ მაინც მოვიდა და რა უნდოდა, კამის არ უნდოდა, მაგრამ გაუსწორდა, ისი ეხლა მიზნებს ხედავ, მიზნებს დაისახავ, და გიორთ კლავს ათვალეს და ჩემ ხლეს დაინახავ, რას ამოგეკავს Tyro, რას გამახსენებს, შენ რამდენი ფანიც ყავს იმდენჯერ ბეთლზე მახსენეს, ტექნიკური დეფიციტი უნახე შენს რაუნდებში, შვილო ისეთი ტექნიკა მაქვს იყიდება ზუმერში, ხო და ბიძე ვარ ცოტა ჰიტა IQ-ზე მოტაფრინდა, 19 წლის ბიჭი და ღვინდა, შენ ჯერ არც კი იცი რა გინდა, ეს დღე მონოჰოლში რჩება როცა შენი ტირე, მე ვარ ყუმარ Tyro-ს ნერვები შევიწირე, შენ აქ არა ხარ ცხოველი, ეგ უბრალოდ სიმბოლოა, შენ მარტო მაშინ ხარ სისხლიანი როცა თვის ბოლოა, და თუ მკითხავენ როგორი ბეთლია ვიტყვი რომ პროსტა წავა, Tyro-ს ძირი გავამწარე და კენწეროში ჩემ ხალესავა. საო საზაფხულო გათამაშება დაიწყო. ჩაერთე გათამაშებაში და მიიღე შესაძლებლობა საო სასწაულია რა ვიცი, მოდი ახლა Tyros-ს მოვისმინოთ და მე ორივეთად შევაჯამოთ რა. ძალიან მაგარი იყო Twitch-ში. ვაფშე სხვა დონეა, ვაფშე სხვა ტიპი გაიჩნდა კამი რა Twitch-ში. просто მე ვფიქრობ, რომ ეს ლაინები რასაც წერს და ეს flow და ყველაფერი რაც აქვს, ნუ ვფიქრობ, რომ ბიჭები ეხმარებიან ესე თავისით არ მგონია რა, რომ ესე ამ ხელა glow-up იქონოდა და ჩემი აზრია ეგეთი რა, იმიტომ რომ რა ვიცი. იდეაში რომ დაეხმარონ, ამაში თუ ვერაფერს ვერ ვხედავ მიპირადად. თუ Tyros-ს ყავს ვინმე დაეხმაროს, არა პრობლემა. ჩემი აზრი ეგეთია რა, პირიქით ესე განვითარებაში უფრო ეხმარებათ ერთმანეთს და თან უფრო მაგარ შოუსაც დგავენ და ასწორებს. ძალიან კაია. მოვუსმინოთ Tyros-ს რა. არ ვიცი Tyro-მ რა უნდა ქნას, რომ პირველ რაუნდს აჯობოს რა. მართლა არ ვიცი. ეიო! პირველი რაუნდი
ჩემგან ხელმარცხნივ შევქმნათ ხმაური ნახე კარგად მომისმინე დღეს შენი თავი უნდა გასწავლო შენ კაი დღეს მინდა რომ 7 ვიყო ვნახოთ რა გამომივა მინდა ჟური მხმამე მომცეს ვნახოთ რა გამომივა შევედი ფლოუების მარკეტში ვნახოთ რა გამომივა ამ ფასად დიქციას თუ დაიკიდებთ რა გამომივა ეკიმა მითხრა რომ ხმები თავში არ არსებობს მაგრამ მიყვარს ხმები მე მიხსნია დღეს როგორ უნდა მოკლა დანიტა გაცალო განიტა გამპრიოტიტები თუ მწარე მქონდეს ენა მაგით განცხევინო ფოხმა თოს არამაწევინო შეც უკნა იყოს მენათემას დავდებ თემაზე ერთი ძარ გამომრჩება სად და როგორ გირთხამენ როცა შენ მე სოფლის დედას ხნავ მაგ დროს ნაშას გითხნავენ იმიტომ შექმენი კამირო შენ გეზიზღება ავტო ანუ რეალურად ტრაკი არ გაგამიტო დღეს დათმობ ვიცი როგორ გეშინია ვხედავ არ გაფასებენ ხელს არ გართმევენ ბოზორამდენს ბედა ამ რეპერებმა შეცეს კილოს გეტყვით რაცხასა ფანჯია რა გაქვს ფლოუ გააცინე მოიგეშ გააჩვით ეს არ არის ადგილი სახუმარო შენი კუმირის ფლოუ ტიგებაზები და კოპირებულო რო გამხილო ერთამეს კარგად გაგიმარტო ბარე მაგ დახადა რაღაცო დაგიმალო შენ ხო ის ტიპი ხარ რო იქნევ ბიტას ვისი სახელით ჩვენ გვესმის აბაუნსებს მანქანას კამიკამაჯი ეს მოდა მთელი თვეები ამ ხალხს ისე გამოყლევდა ფიქრობს ქურუს აკეთეს დისავს და კიდე შემოვიდა ქალაქიდან კარი გურუბუტაიში კამისად ხარ კამი არ ჩანს აწახვედი ვიცი ისე ვაკხარ და ჩემ ციკლეს სახით ჩამოკვეგი ეს თემები და მოყვარეობაზე არ გირტყამს მაგრამ აქ ისეთებიც რო გავაჟღერო სოციუმი გაგრიყო გასიც გაჩქა მოხდება რა გეტყვია მაგრამ მარიში ბევრი მაინც ფარეშობ გამეში თუ არ გაკრაკი ერთ ღამეში დავანგრიე რაცა შალევ დამიშლი ბაზარს შენი აგებულება ანატომია თვეში განსაკუთრებულია პირველად ვნახე ტიპი ვინც ორყლიანია და ნახეთ შენი იყო ტიპი ერთი დღით და ბიფში იმას ამბობს 4-3-3 დგას უკან შიქხუ არ გაგმართლა ბიჭო ესეთ ნაპას რას უთყავ უნდა გტკიცო არ და მიწყო პინო ჩემ ბავშვს არ უთყა მე ვინც მეტაკება უტვინო ან ცოტა ჯიქია ჩემები კეცავენ ტიპებს ვერ გიშველის ჯიქია მე ვინც KFC-ს ყრილ ნუ აცუნებ ცხარებთები მომიტანეთ იცოდა გიტკაცუნებ მოდი დღეს მშობელი ვიქნები და რჩევას გაჩუქებ შიშის დედას შევეცი შვილო ტრაქს ნუ გააჩუქებ აუ ძალიან ტეხავს ბიჭო აი როა ვიწყდება რა ცუდია არა და რა მაგრა დაიწყო რა მაგარი ფლოუ დადო ძალიან მაგარი დასის რეფერენსი ქონდა თან ძალიან ძეს კი იყო ქურო ახსენა ძალიან მაგარი იყო რავი ანუ თვითონ რაუნდი ანუ რო არ შეშლოდა უნდა ეს ჩაყლებები და ის რო არ ქონოდა ვფიქრობ ძალიან მაგარი იქნებოდა რა დაჟე იმდენად მაგარი ხმა და იმდენად მაგარი ფლოუ ქონდა დასაწყისთან მოყოლებული რომ შეგვეძლო ეს რაუნდი რაღაცა ფრეგვეთქვა მე ხა იქნება გამომდინარე რომ კამი უკეთესად შეასრულა და თან მართლა მაგარი ფლოუ და მაგარი პანჩები ქონდა არ ვიცი ისე აი მართლა ძალიან მაგარი ბიჭია რა просто აი რო არ შეშლოდა ძალიან გაასწორებდა რა პირველი რაუნდი უეჭველი კამისია ხა ორი აზრი მაგაში არ არის მაგრამ აზრობრივად და ისე რაც ქონდა ძეს კი ქონდა რაღაც ისე აგრესიას ხედავ ამ ორივე ბიჭში ხელი რომ დაადო კამი ისე ჩამოაწევია რომ რა ვიცი კიდე დაარტყა და არ ვიცი მოკლედ რა საინტერესოა მაგრამ იმედია მეორე მესამე არ შეეშლება რა ისე ძალიან კაი ბიჭია თაირო მე მაგრად მევასებ 1-0 კამის ასარგებლოთ წავიდა მეგობრებო შემდეგ მეორე რაუნდი შევაწვინოთ ამერა ძალიან მაღლა ხო არის ეს ხო ჯობია მეგონი ეს ჯობია მეორე რაუნდი MC ჩემგან ხელმარჯვნივ რა საინტერესო ბიტია ბანალუროლა წირაკო შენ აქ აღარ იქნები შენ ბანძი ჰოლივუდის ფილმი მე ვარ შენი ტიტრები ჯერ 11 საათია ვნახოთ სად გაიქცევი 12-იც რომ გახდეს მაგაზე ყლედ ვერ გადაიქცევი ეხლა მე აგიხსნით ვინ არის და რას წარმოადგენს აქ რომ მოენძრია ვაფშე ძმას რა ეგონა დონე თაირო ნიჭიერი რეპერია ტალანტის მქონე ხანდახან მკვლელობებს და პორნოებსაც უყურებს ხოლმე დინდა სიტყობს ისაკი პოვნის და ვისას მივცემ მისას მერე არა ვითარ შემთხვევაში არ ვაცილებ მიზანს კამიე პერფექტო ხო და სულ ტყუილა წვალობ რაც არ უნდა დამატოლო ვერ გადამიღუნავ პიზას მე ვარ დასრულებული ნახატი ხო და გამე
მეცალე მონახაზო თაირო ოცნებობს ამაში რომ იყოს 32 იასო რაღაც ხლეობებს წერს ყოველ დღე და მე რეგონია რომ ვერ სათხიდის შენი კარიერა შენი თმასავით ვერავინ გაიგებს საით მიდის კარგი ნიჭი კარგი გამომგონებელი ვარ ხო და მერიდე რასაც მე დაგიწერ ნახევარ საათში შენ იმას უნდები მთელი დღე მე მერიდე თორე პატლეცი შენ აბოზა რომ მე მთელი დღე კეთილი ვარ მაგრამ თუ გავბრაზდი მე მაპატიე ღმერთო შემინდე თაირო ვნახოთ ამ რაუნდსაც გაურითმო ისეთი ყლე ხარ არტისტებს ივენზე შუქს გაუტიშავ დამსახურებულია თუ ჩემცი ხალხი იმატებს აკაპელას ვიბაზრებ თუ ჩაგვიქრობენ სინათლეს მადლობას ვეტყვი ოღონდ რამე ფანჩი გამიძროს გამიცეცხლია ოღონდ შენ არაფერს გაგითბობს თაირო ბეწზე გამოდის რო ხალხი დაქრინჯოს მე აღარ მაქვს პეთლების თავი მაგრამ money talks თავს დაუდებ ჯირგზე ბიჭო შენზე თესლიემსი თუ არ ვიყო ჩემი სკილები უფრო მაღლა შენ კიდე დოვებ ბუკა პიკო თუნდაც ვიყო წაგებული ამ ბედში შენაირ რეპერებს მაიცეც მე ვარ ჩემი მერჩი მე შენ არაფერს გერჩი შენ გამეჭხირე კბილში და სანამ მე მახსენებ სპირტი გამოივლე პირში თავი არტისტი გონია და ფიქრობს არის ფილმში ხო და თუ ფილმში ვარ მე შეგეცი მე რო ემილში თაირო რეპერია ან ეფექტი მანდელა ფლოუში გაჯობებდი რომ წმებაზრა აკაპელა შენთვის უკვე ბევრია მოგვიწევს გადაწევა პანჩების განვადება დღეში ერთი არ აქცდება ხონი შეარცხვინა უკან დაბრუნების ეშინია ცხინვალიდან არ არის მაგრამ ეს მაინც დევნილია გაგიკვირდეს ბეთლის მერე თუ გამელოდი და ახლა შენი დროა ვიცი ამას დიდხანს ელოდი გავიჩითე დაუნდობელი თუ ჩემი მომენტია მე ვიქნები ღვთაებრივი შენი სედაც კომედია კამი გაგა სინჯებს 1-2 პანჩი მოგეწია ტიპი რეპერი კი არა ხონის გიჟი პოეტია მე თუ კი რამე გავაკეთე ჩემი და შენი ნაშრომები აგერდა მახიე ოპონენტს გავუშვებ როგორცაც მე მინდა მწარელა ინებით მაიკი გავხიე დავალება თქვენსაზე მეტი და კვირაში გიწერე რაუნდი გათრი შედეგი რომ გამოვიყვანო ბედიდან ჩემი ვიზნებისთვის თაირო გავხვიე შარში ნახევარ ფინალში ჩარტში შენი ქნები მონოჰოლის კასილასი დღეიდან იდგები კარში ხო და დღეიდან უწაე თამაშები პიცას მესამე რაუნდში ბავშვო გათხრევინებ მიწას წასკი პატრა ჯერ ესე არ შევაფასოთ მაგრამ პირველი რაუნდი ჯოვდა ჩემი აზრით ამის მეორე რაუნდს რა უფრო მრავალფეროვანი იყო პირველი რაუნდი აქ თითქოს ბითიც მე მგონი არ აძლევდა ისეთ საშუალებას რომ ძალიან გადასულიყო მაგრამ ცოტა flow ფიქრობ რომ უნდა შეეცვალა თითქოს ერთ სტილში იბაზრა რაღაც მომენტებში ქონდა მარტო გადასვლები რა და მე მაგრამ მევასება ხოლმე რომ აი ძალიან ბევრი სვიჩები რო აქვს ხოლმე აი ძალიან ასწორებს რა მაგრამ ისე რაც იბაზრა ძალიან კაი იყო და ფანჩებიც ძალიან მაგარი ქონდა რა მოусმინოთ თაიროსაც იმედი მაქვს არ შეეშლება რა მინდა რომ არ შეეშალოს აქ რა ტემპერატურა არ ჩერდებით ზად ვართ გავაგრძელოთ მეორე რაუნდი MC შენგან ხალმარცხნივ შენში კარგი ვერ ვნახე და თუ რამე გაგეგეც მოუსვი დღეიდან იფლექსა ვეხარ მოწყნული თაიროსი პოსტალიონ ბიჭებს დავხვდით და ავახიეთ ჩაი ჩეხავს ერავთელავ ხერხავა გეყოფა კაი გამიუტარებს ისე თუ დარებს უთხრამს გქოვაგნუ შემდგები გამიშენი და ჯეხილი კაცის დედას შევეცი პროექტს უნდა ამან გამაგდოს და გამოიდაროს ფინალში ერთი ხმა და ორი ფლოუ გამოიტანოს ნაბოზარი ენიდგანა ჩენი გამომიტანოს ისი არკნად მოგიტყნათ და უკან გამოგიგზავნოთ მოსკა ეუბნება ფანის რეპერებს ეტენება ამ დროს გვერდი ტყავს მაკაცი პროჭი არ ეკერება აქციებზე ბანისთან რა გეი პორნო მომიწყე ტრაქზე ნუ იხევი ისე თხოვე რატის მოგიწევს რაო რა უკნა ესა თესლი რო არ გამოდის არ გამდისო ეს რა მითხრა გეკითხები დავიდან არა მომდისკო დღეს ვერ დაყრით ბომბებს ნახდი ოსამა მე უკან მიდგას და გაჯეით ნახზე საპასუხო ცენტრა სიზამ კარგად იცია გარიდეს კონტრატორე რა უნდა და მაიკლას გამოსtildeებში უნდა ჩაისვას ტიპი ვინც გამოსtildeია მითხარისად გაიზარდია შენი გამოტივია გამნებერ გაგაჭერეს არა უნდა მოტივიან ხოსი გამზაკ მისკედება მარტივია მაგრამ ისე ხატაონ ბიტებზე გვაურ მოდელიას და თან იმდენ რეპერს ბაძავ ფიქრობ რო ხარ ქენიე ლამარი თუპაკი ბიკის მომრავალი ვასელინის ოვერდოზი ფიქრობს ნიკის უკავ გობა რანუეც მაკაცები ეგ მაგათმაც კარგად იციან რო უძრებია მიტო არ ცერცებასები ია ნაინა მიმდენ ჯერ თქვა რო ეს ბიჭი შემოიზარდა წინა ბეთზე შევამჩნიე ცოტა დაგიბოხდა ხმა მოდი დღეს და მარს მე შემოგთავაზებ ეხლა რასაც ვიზამ ჩემყლეს იზამ მანუ წააგე არ არსებობს უეცემი და მე რეპერზე ვერდგები და მიგდეთ მაიკლა და ვანახო ნახდი სიგიჟე მოგაგდებ ესვიანად დავდე შენი გრეხები არ მინდო და მომიწია ჩათვალე შენ მიბიძგე
ოპენიარზე ოცნებები ხდება ბანის ინდგება ეგ face-off-ი აქვე მოკვდება ბავშვი მარტოვდება დღეს მე მარტო კამისარაში ჟიყობ ბავშვს ვწყნავ ერთხელ თუ მოაწევინებ ტრაქსაც მოხსებს თანახმა ამის გრეხები აურაცხელია დაიროს აურაცხელია ხო არ შევა გოკმარაცხელია რომ მოვიდო დღეს ბეთლი მაგრამ მე ეგეც არაფერს ვეთქვი მიზანი ერთზე მოვყამ plan B ერთი კამი მყავს ბეთზე ბევრი კამი მყავს პენისში მე რა შუაში ვარ შენივე ცხოვრები ჩენივე თავი და ხუპე იმიტომ ვაწვევით ისევ სოიცი შენტრეკებს არავინ არ უსმეს პროექტის მაკაცობა მაგრამ კიდია მოვა და დაგიგრეთ ფუდეს ჩვენი ავტოსახში ბრაზდება როცა რეპი ხმის გამო დაუწუნეს შენაირებს კარგად ვიცნობ პრესის ახეზე და დაფქვავს არა არ ბაცავ ტაჰაზეს მანერები საიდან გაკ შენი მედიკა გეკოს ვიცი მაგრამ დღეს ხმებს და კარგავ თელ პროექტს მარტო ფაქტავ გინდა რომ მოვჩეკ დანჯავ ია ერთხელ ვერ ვიბაზე ყურში ირეო და მეტრონომი ფაქტები ვინც არის ბაზოს ხნავდეს მთელი მონოჰოლი ბანისთან დიშიც ვერ ატრაკებს გაისახელს იყენებ არც ერთი ვარდ გეი ნუფიცრები ვერ აგვიყენებ შენაირი ძალიან ბევრი მყავს და ნახი მე შენთან რა უნდა დავთმო ამდენი რეპერი ვერც ერთი იღებს ხმასო ძამდენი და მეყარს შევეცი PvP flows-ას თუ flows-ზე მეტად ხუმრობა ფასობს შევეცი ხმებსაც საკუთარ დავტანის და ჩემპიონი ვარ ბიტი ჩარტე ო სკაი რო შევაფასოთ კამის ძალიან კაი ფანჩები ქონდა და აი როგორ გითხრა უფრო თავდაჯერებულობა იგზნობა თქო შეიძლება ითქვას მაგრამ ეგ ძალიან დიდ ცხობას არ იძლევა რა თაიროს ეხლა აი აქ ბევრად მომეწონა მეორე რაუნდი რა რაღაცნაირად უფრო მრავალფეროვანი ქონდა და ფანჩები რაც ამოუო კამის უფრო ძლიერი იყო ვიდრე კამიმ რაც ამოუო მეორე რაუნდში თაიროს ამიტომ მეორე რაუნდი ვფიქრობ რომ თაიროს ეკუთვნის მაგრამ ეს არ არის ძალიან დიდი სხვაობით რა იმიტომ რომ კამისაც ძალიან გიჟი რაუნდი ქონდა უბრალოდ ერთი პატარა ის შევამჩნია არ ვიცი ზუსტად მე მგონი flow-საც და ერთ მომენტში რა როცა შენელება გააკეთა მაგრამ დანარჩენი ყველაფრით ვფიქრობ რომ კამის აჯობა მეორე რაუნდში რა უფრო მწარე ფანჩები ქონდა და flow და ხმა და აი ყველაფერი ძალიან კაი ქონდა რა თუში საღოლ მეორე რაუნდი ვფიქრობ რომ თაიროსი თან ესე არ დავიწყებია არ შეშლია და მაგა გაასწორა აქ როგორც თქვა ეხა ის ყურსასმენზე იძახდა რომ ეგ რო არის მოდაო ამან გაჭედაო და მაგიტო დამოვიწყდა წინა რაუნდებში ეგ თუ მართლა ეგრეა ძალიან ცუდია თუ მაგის გამო ჩაუვარდა რაუნდები წინაზე ძალიან ეხავს რა რაღაცნაირად უნდა დაიფიქსოს ეგ თემა თუ თვითონ ავიწყდება და თვითონ ვერ იმაშვება ეგ ეხავს იმედია თვითონ რო ავიწყდება ეგ არ არის და ორსმენია კაი მოусმინოთ ეხა მესამე რაუნდებსაც მეორე ჩემზე თაიროსია და ერთ-ერთია ეხა აქ კამი თაიროს გაუთანაბრდა ელა პირიქით თაირო კამის გაუთანა ნახოთ ეხა მესამე რაუნდი გადაწყვიტავს ჩემი აზრით რა let's go აკრა სიგი შეხდება მესამე რაუნდი MC ჩემგან ხელმარჯვნივ კიდე ორსასმენზე იგივეც ფერს გასაიდუმლოებული რეპერი ხარ ამ დღიდან დაგარქვის საიდუმლო და სამარეში ჩაგიდან ეი თუხზეა თაირო მაგრამ მე კი წაითო მაგრამ მე რო დამიდახარო საბეჭირატო მაგრამ იფეთლავებოდა მე თირატო მაგრამ თაიროსგან გავაკეთო კარბონარა მაგრამ მე ჩემს წელს არ გადავუხო ანჩების სხვა მაგ შეგმული flow-ში და გაფურთხებ თაიროს აქამდე რაც დაუწერია დავუხევ და მოემზადე შვილო რადგან დღეს არტისტად გაკურთხებ ერთი კარგი ფანჩი არ მახსოვს რომ სადმე გაგეძრო flow და მავალამ ზედრო გადაგაკეთო ჩემგან ფანჩლაინების ყიდვა თუ გინდოდათ გეთქვათ გვაქვს ორბარიანი ოთხბარიანი რომელი გნებავთ ეი ამ რაუნდში მეთამაში გასტრობა ნამოდი ბავშვობა რომ მოგანატრო შენი ამაუში ვერაფერმა ვერ დამღალა ხო და დანდობა მინდოდა რატო შეი ყავი რამე სხვაც მოკიდე ხელი შენს მერე კიდევ ერთ რეპერსველი კიდევ ერთი რეპერი არიქში არ მინდოდა გავიჩიდე თქვენი მწვრთნელი შენ არ ჩვევი ალოცვა ჩემ რეფერენსებს ადრობ ჟიური ბრამდენი ხმა მომცა მაგრამ ჩემი ხვით ბადრობ მე ვარ იმებს შორის ვიც მართლა ჯოჯოხეთი ნახეს ის ხელზე ეღადავება თაირო მაგარი კაცი რა შვიდი ერთად ბიჭო მარტო მე მოგიტყნავ სახეს მაჰალი ევერესტი ყოველთვის ჩანვარ თოვლში შენაირი რეპერები და ხლებზე აწყვია მოლში წინა სეზონზე რო გაგულავე სიზონოფში ეხლა ყველა წავალთ ბათუმში და შენ გააჯვავ ხონში მოემზადე და ჩემთან მოგიწევს გამოსა რუსია ვინც აგევასა ყველა ყლერატო გამოდგა ამ შევრო არ გაგიმართლა ეგ დუხი ჩემთან არ გაჭრის კამი ხა ფოკუსნიკია და თაიროსაც
ჭრის ჭრია მემსებ ჭერში ვაწყობ ხალხი ამბობს მადლობას შითავლექსებ შენ ვინ განდობს ბეთლის მერე აგიხსნით მე და თაიროს განწყობას მე უბედურების არსეს კიდე პროსტა ჩამოკნავს ისეთი ხლევერსები აქვს ყოველ ღამე განიცდის ბიფი აქვს ბანისთან ოღონდეს ბანი მათ არ იცის შენდიქ სიას რო უსმენ ყურები სხვაგან გამირბის თაირო ინგლისურია როგორც წერს ისე არ ითქმის იჭიმება თითქოს რეპერები ყავდეს მოკლული ლირს თუ ვერ იძახი შეეშვიეს დედა მოწყნული შენი თამაშობის ერო არ მჭირდება კონსოლი ისე გატრიალება მაყობს პროექტის სპონსორი ხოდა მიდი ჭამე შებოზო ანდა არ გინდა გადასარჩენა ჯობს რო ილოცო ასოებს ვერ იმორჩილებს რანაირი მწერალია გინდა კონდეს მხარიასო მაგრამ მეგეც მემაბია შენთან არ მორიდება პრობლემა გაგალობასთან და თუ რამე მოგინდება და მელოდე კალიონგასთან ლირიულად პირში გაზლევ არ მჭირდება პრელუდია თან მღერითან ამბავს ხვები ვერ ისუბნის მელოდია ეს კი იყო ბიჭო პროსტა რა არის იცი ძალიან აი აგრესია და ეს თითქოს ყვირილის პონტი არ უხდება ჩემი აზრით ფლოუს რა ცუდი არ არის მაგარი იყო რა ცვეთში თავიდან და თავის აჩქარებებით და ყველაფრით გაასწორა მაგრამ აი რაღაცა უფრო ეყეცე ხვაზე ხარო ცურაო ფლოუზე ძალიან მაგრად ასწორებს ეგ უფრო ძერსკია ჩემი აზრით ვიდრე ისო აი ჩხავილი და ყვირილი და არ მომწონს ხოლმე რა მაგრამ ხა ეს კონკრეტული კარგი იყო. რაც შეეხება ხა რაც იბაზრა ერთ მომენტში ჩაყლაპა სიტყვა. შეიძლება ორსმენს ბრალი იყო თუ რა ვიცი არ ვიცი ის ბრალი იყო მაგრამ ეგ უნდა ითქვას ხა რომ შეეშალა ერთ მომენტში. ნახოთ არ ვიცი თაირო რა სიტყვის ხა რა. მე ხა მინდა რომ გულახდილად შეფასდეს ეს ფეთლი აუცილებლად რა. თუ თაირო ისე იბაზრა რომ ხა მესამე რაუნდი აჯობა ვფიქრობ რომ მეორე მესამეთი აჯობებს სკამის. ნახოთ. Jesus, აქ რა ხდება? ჩვენ აღჭერდებით. ეიო! მესამე რაუნდი. MC შემგან ხელმარცხნივ შევქმნათ ხმაური. ხმაწმებაო თაიროები დღეს თავი გაწირო ნუღა კამიკაცო პროგიხურებ მგონი ხლე კი არა კამიკაცო სალამი ვისვე საუბრები მომეკალამი დასახებია ფურცლები შედეგები შეიცვება ამას ვერ შეგბირდები რადგან გინებით შორს ვერ გაფრინდები მოვედი რომ დავანახო პატენტებს ვერ მოიგებს ვინ ჯუტკებს ეწერს ამ ფეიკების განახებს სახებს ვინც ხალხს ხვანაირად დაჯვენებს პროექტში რო ხედავენ დარღვევებს ნეტ არ არის მიზეზი მაგის ალბათ ისო ისე მიმეორებ მანერებს და ძვერჯი ნაფუთხი ჩანდი მე მინდა რომ გაჩვენ ვარხარ ღირსი ჩემპიონობის და არც ხარ წმინდა იმდენი გათესლეს ხეზე ვერავინ ვერ მოგწმინდა შევეცი შენაირ გმირებს ხალხისთვის თავს ვერ გაწირავ იმენტის შვილსაც შევეცი ვინ სახში შენზე გადიდა განავიბრალებ რო ვარ მერკენის უბრალოდ ვწდები და ვთხნავ ამ ტკივილს ეს არის მიზეზი გმირი ვარ ფილმის მიზეზი რატო დავიკამ გვირგვის სწორი აღქმა მაქსიუსის რაც აკამდევთ ესე დღეს ვიმკი ისე მწარედ ვეხები ამ ბოს ბიჭებს უყვიამ კიდე შიც ფეიქებერებს ისავრას დავათხარა გამოდის თუ გადისავ პოზებს მეწოდინება რომ გაფოსდი ნუ ახსენებ ქუჩას როცა კამერებში ერთადერთს გაუძლებ და ისიც აკარტურას ხელში დღეს მე და კომპლექსებს შეცადე იქნებ გაიხსნე ბეთლის მერე მე გასავლი ლიფი როგორ გაიხსნა მეთქი ხალხსაც ვაჩვენე ფოტოს რო პოზიორობს ლიფთან ერთად უკვე არ მჯერა რომ ცხვირის გარდა რამე გრძელი გაბია პა ვაგვარა ხდება ბროსკი რაზე ბაცობ შეხარ კამ შენი ბაზარი საკარჯერა არავის შენი ბაზარია ბლა იმის მერე დაიწყე ტრაკის თამაში რაც ერთი დისი გავარდა ტიპირა ბანძია ქუთაისია ჯომ და ეს უსტაველსია ვარდა ვიცი გინდა იყოს ახეს ნუღა ჭიმავე ვერ ხარ მამა ფლექსი ვერ ხარ ხამძად ჩიმაევი ბათუმი ჩემ უკან აქეთ გადებ ჯადოსეი ვისაც უნდა ომი ჯობია რომ დათმოსეი არ გაგიტყდეს ნაში სამბავს აგიხსნი რა პონტია შენ რო შეყობ სადმე იქ თავიდან შესაყოფია ვიცი ბევრი რამის დღეს მე და გიტოვე თობიასა და მოსკ ამასთან როგორც მაგაცო ბოსი აკამდერას თუ აფეილე გამოვედი და ერთში დავდე რომელსაც იმის ტრაკი რო წამართოს მაყუთი წავიხებ ბანკსვე ამ რაინების პარკაში პიტად და ვაყრევინე ფაქტებს მერია გამდე ჩემგან მოთხნული რეპერების სიაში ჩავ
მოწე ბათუმში ბავშვები მაჯერებდნენ თხოვდნენ მომეგო თქვენ გამო ფინალს მათ ჩამოვიტან ცოტა მომეც დრო გრეხი იმდენი რომ მებაზრა რა უნდა მომეთრო პინო შენ ბავშვს აგერ პირში ვაძლევ ხო ის მისეკოც მოდი შევაფასებ კაი ვართან რაღაც დამაკდა და თუ ეგრე მაშინ ამ რინგს მაინც ტოვებ ამაყად ან გონი პინოს ვირთხა თავის სოროში ჩავაგდე მაშინ მოდი არ დავინდობ ბარემაქვე დავმარხავ მოუთხან თქვენი ძალა მირჩევნია მართალი ვიყო მოუთხან კამერებიც რადგან იმას გაჩენს რაც არ ხარ მოუთხან არტისტი ვისაც უდევს და ვერ გამოიღებს და თუ ეგრე ხრმად გიდევს მინდა რომ უფრო შეიყო ბევრჯერ შევიგინე მაგრამ რა უკნა ძაღმა მინდა გაიგოს რო ხართ ფეიკები და იბოხმებით რომ ერთ-ერთმა ჩემგან ყალე ვერაფრით წაიღო რა 2 წუთი რა 2 წუთი ოპა თუ გინდა დარჩათო პროსტა ვიტყვი რა პინო ხომ იხსენე ისე ნუ მოიქცევი რომ პატრონმა ვერ გიცნოს პინო ახსენე ხო და ყალეზე გვაკოცე მე და პინოს არა ეიო მოკლედ კიდევ ერთხელ სანამ ესენი იტყვიან ჩვენ შევაფასეთ ეს ბოლო punchline-ი რაც ქონდა freestyle-ი უბრალოდ კამის არ მომეწონა ხო რაც შეეხება თაიროს წესკი ბიჭია ძალიან მაგარი ბიჭია მართლა ვფიქრობ რომ მესამე რაუნდიც გაუკაჩა რამდენად აჯობა არ ვიცი მართლა მოусმინე ყველაფერს მე მგონი პანჩების კუთხით აჯობა უბრალოდ კამის უფრო ძერსკი ლაინები ქონდა ან მესამე რაუნდში ბევრად ძერსკი ლაინები ქონდა უბრალოდ აიგარი რომ შეეშალა რავი არ ვიცი როგორ ჩათვლიან მაგ ყველაფერს იმიტომ რომ ძალიან პატარა შეცდომა იყო და მაგის გამო არ ვიცი წააგებებენ თუ არა მესამე რაუნდს მაგრამ ლაინები რაც ქონდა და პანჩ ლაინები და ზოგადად წყობა რაც ქონდა კამის მესამე რაუნდში ვფიქრობ რომ თაიროსას ჯობდა ხო რავი ისე ძალიან მაგარი რაუნდი დადო ბოლო 2 ვფიქრობ რომ პირველი რაუნდი რომ ძერსკა შეესრულებია და არ დავიწყებოდა ქონდა შანსი კამისთან რა მე ვფიქრობ და რაც შეეხება ბოლო აკაპელას თუ ეს აკაპელა ჩაითვლება ამ შემთხვევაში თაიროს აკაპელა ჯობდა ეხლა არაფერი არ იყო კამის ჩემი აზრით ვაფშე არაფერი არ იყო იურისაც მოусმენთ რავი ჩემთვის პირადად ვფიქრობ რომ რატომღაც ვფიქრობ რომ კამი უფრო იმსახურებს მესამე ისა ფინალში ყოფნას მე ეგრე ვფიქრობ მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით რომ აი ბევრად აჯობა და სახე ააცალა და რაღაცა რა იმენა თანაბარი იყო ძალიან აი დაჟე მიჭირს კიდევაც რომ ვთქვა რომ ამან კამი მოიგო იმიტომ რომ იმან უფრო ძესკაც შეასრულა ეხა თავისი მესამე რაუნდი ვაფშე შეუცდომლად და არანაკლები პანჩლაინებით და არანაკლები ლაინებით უბრალოდ რავი არ ვიცი რა მართლა ეს ცოტა რთული თემა მე ვფიქრობ რომ კამის უფრო ეკუთვნის უბრალოდ ფინალში ყოფნა 2-3 რაუნდი 2 თაირომ წაიღო პირველი 3 ვფიქრობ რომ კამისია რა პანჩებით და ყველაფრით და წყობით და ყველაფრით ვაფშე მაგრამ თაირომ ძალიან მაგარი ბიჭია ძალიან ძესკი ხმა აქვს ძალიან ბევრჯერ უხსენა სხვა შორის დასი და ქუთაისი და ის და ეს კონფლიქტიც უნდა დამთავრდეს მე ვფიქრობ PvP-ს და დას შორის რაღაცნაირად უნდა მოგვარდნენ იმიტომ რომ სასწაული ბიჭები არიან არ ვიცი აი ორივე მხარე გინდ PvP-ს მხარე გინდ დასის მხარე არ ვიცი აი მართლა ძალიან მაგარი ბიჭები არიან და საქართველოში ეს ხალხი რო ერთად აკეთებდეს ზოგადად რეპს იქნება სასწაული რავი არ ვიცი ბევრად მაგარი იქნება ვიდრე ეხლა არის ჩემი აზრით ხო ეგ როგორ მოგვარდებიან და თუ არის შესაძლებელი მოგვარება ეგეც არ ვიცი იმიტომ რომ ძალიან შეტოპილია მე მგონი უკვე ეს ერთმანეთში დაპირისპირება მაგრამ თუ შესაძლებელია ძალიან მაგარი იქნება რა ეხლა როდემდე უნდა გასტანოს ამ კონფლიქტმა ხო რაღაცა ერთ აზზე ხო უნდა დავიდნენ საბოლოოდ იქ არის და ეხლა მოусმინოთ ჟიურისას მეგობრებო ჩემთვის ნუ კამი მოიგო ეგრე ვფიქრობ რომ უფრო ეკუთვნის მაგრამ არა დიდი სხვაობით აი ოდნავ ვფიქრობ რომ აჯობა რა არ ჩამოუვარდებოდა თაირო მართლა ძალიან მაგარი ბიჭია და ვფიქრობ რომ შემდეგ სეზონებშიც უეჭველი უნდა გამოვიდეს აი უეჭველი ეგრე მგონია რა ეხლა ვფიქრობ რომ ჟიურიც კამის მიცემს ხმას რა იქიდან გამომდინარეც რომ კამი versus ისა რა ქვია სკაირესი უფრო ისე ჟღერს საინტერესოდ და ნუ მაინც პროექტია ბოლოს და ეგეც გადაწონის მაგრამ თან ამავდროულად ეკუთვნის კამის კი ნახდად ეკუთვნის არ ქონდა სუსტი რაუნდები რა უბრალოდ არ მომწონს ერთ-ერთი ის ხალხო რომ რაღაცა ძალიან ყვირილში რო გადადის რა აი რაღაცა აი კარგი შედარება რო გავაკეთოთ აჰას პირველ სეზონში პირველი ბეთლი რო წარმოვიდგინოთ ბანისთან და მერე
პირველ სეზონში მეორე ბეთლი კამისთან, აი როგორი პირველ ბანის ნახო ის იყო რაღაცა ხმა ჩაეხლი და ბოლომდე ყვიროდა და რაღაცა და მეორეში ძალიან chill flow ქონდა და ბევრად ძერს კი იყო რა, აი იმენა ასწორებდა, აი რაღაცა აი დასრიალებდა და აი flow-ს ეგ უხდება რა, აი ძალიან აგრესია და ის არ უხდება ჩემი აზრით რა. თან მე მგონი ბითიც აძლევს ამას ამის საშუალებას ბიჭებს, არ ვიცი. მე ეგ უფრო მისწორდება უბრალოდ და ვფიქრობ რომ ეგ უფრო მოსასვენადაც უკეთესი იქნება. ეს ძალიან აგრესია და ისიც არასწორებს გინება რა, ჩემი აზრით. მაგრამ რასაც აკეთებენ ორივე ბიჭები, ეს ბიჭები ძალიან მაგარია რა, ძალიან რთულია პირველ რიგში და ხო არ ვიცი რა მოკლედ. ჩემი აზრი ეგ არის, რაც თქვი ხალხებო რა. თქვენი აზრით რასაც ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, კომენტარებში გამოხატეთ აუცილებლად. ვუზი ვარ, ყველას ვკითხულობ, ყველას ვცდილობ რომ პასუხი გაგცეთ და არ დაგეზაროთ, მე ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე თქვენი კომენტარები რა. მოგუსმენთ ჟიურის ახლა მეგობრებო. ერთხელ მეგობრებო, ეს დღევანდელი დღის ბოლო ბეტლი იყო, ეს ენერგია და ეს ემოცია გვაქვს. როგორ მოგვეწენა ბეტლი? ვა! ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენდი კიდე 3 რაუნდს მებო, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ყველაზე სამწუხარო ცუდ მომენტამდე მივედი. პირველ რიგში კიდევ ერთხელ ძმებო, თაირო, კამი, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ხართ სეზონში. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ მუსიკას აკეთებთ, რომ თქვენ ამ ჟანრში ხართ და თქვენ სმენელს, თქვენ საყვარელ ხალხს აძლევთ ესეთ მაგარ ემოციებს და ენერგიებს. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ იცით, ჩემთვის საერთოდ მნიშვნელობა რა აქვს მოგება წაგებას აქ. თქვენ რასაც აკეთებ, ეს ჩემთვის უკვე მოგებაა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ახალი ნაბიჯი და უფრო დიდი ნაბიჯი, ვიდრე აქამდე ჰიპ-ჰოპს გადაუდგავს და მადლობა ამისთვის. ყველა ახალგაზრდა არტისტს მადლობა, თაიროს და კამის თამადობით, მართლა ცოტა სატრეკძელოსავით გამომივიდა, მაგრამ ეგრეა. ვა, ეხლა ცუდ მომენტამდე მივედით რა. მოკლედ. რენდომ ვისაც ვიტყვი პირველს, ის იყოს პირველი, ხო? ოკეი. კიდევ ერთხელ წინა ბეტლზე ვთქვი ამ ჟიურის წევრზე, რომ ჩვენს ოქტაგონს, ჩვენს წრეს, ჩვენს სიგიჟეს, ჩვენს მიკროფონს აკლდა მისი ხმა და კიდევ ერთხელ სურიკო კოკლიანისთვის შევქმნეთ ხმაური! მადლობა, მაგრამ რატო გამწირეთო? პირველი რატო გამომიშვა? კაი, არა უშავს. არა უშავს. მე მაინც ჩამოყალიბებული მაქვს ჩემი აზრი. და ვიტყვი რა. პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ ჩემი აზრით კამი არის აი PvP-ში ყველაზე ტექნიკური MC რა, არ ვიცი, აი რაღაც ისეთ ჩატეხვებს და რაღაცეებს აკეთებს, რომ გიჟია იმენა რა. ძალიან ძლიერია მაგ კუთხით წვეთში. პირველი რაუნდით დავიწყებ რა. პირველი რაუნდი ძალიან კაი ფანჩები ჰქონდათ ორივეს რა. უბრალოდ მე ესე გადავწონე რა, შენ ჰქონდა უფრო რაღაც სასაცილო ფანჩები რა. ამას ჰქონდა აი რაღაც მაფლექსავა რა იმენა და походу აი რაღაც სხვანაირად მაბაუნსა და პირველ რაუნდს მივცემ თაიროს რა. მაშინ მეორეც უნდა მიცე. მეორე რაუნდს ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ და მესამე რაუნდს ვიტყვი რა. მესამე რაუნდი აი ზუსტად მაგ ტექნიკურობის ამბავში და აი ყველაფერი იდეალურად ქონდა და მესამე რაუნდი წაიღო ჩემი აზრით კამენ. და დარჩა მეორე რაუნდი რა. აი მეორე რაუნდშიც იგივე თემა იყო რა, აი ძალიან სასაცილო პანჩები იყო აქეთ ძალიან საფლექსაო და აი ფლექსი უფრო გულთან ახლოს მაგ და ჩემი ხმა თაიროს. ბოდიში ბიჭებო ყველას რა. ვა, რა საინტერესოა ბიჭო. პირველ რაუნდს ვერ მიცემ უბრალოდ იმას თაიროს, იმიტომ რომ ბევრი შეცდომა დაუშვა იქ შესრულების დროს. ჩემი აზრით ვერ მიცემ პირველ რაუნდს. მაშინ კამის უკარგავ იმ შესაძლებლობას, რაც პირველ რაუნდში დადო რა და პირველ რაუნდს ძალიან მაგარი ქონდა. არანაკლები იყო პირველი რაუნდი მესამესთან შედარებით. ხო, საინტერესოა. მაგრამ მეორე მართლა ვეთანხმები, რომ თაიროსია უეჭველი. პირველშიც რო არ შეცლო და არ ვიცი, მართლა წაიღებდა თაირო. იმენა იფლექსავა წვეთში.
ნახოთ 1-0 არ ველოდი თაიროზე ხმას, მაგრამ გამისწორდა სიმართლე რო გითხრათ რა. ორივე აი მხელა სხვაობით ვფიქრობ რომ კამი მაჯობა აი გამხელა. კიდევ ერთხელ კასისთვის შევქმნათ ხმაური. მადლობა ბიჭებს დღევანდელი ბეთლისთვის. ეს არის მომენტი, როდესაც მიჭირს მე მოღვაწეობა ამ შემთხვევაში, ამ ამპლუაში, იმიტომ რომ ორივე MC უკლებლივ, ორივე MC ხართ ძალიან ტექნიკურები, ორივე ძალიან საკაიფოდ მომზადებულები, აქ ის ამბავი არ გვაქვს, რომ რომელიღაც ამ ბიტზე ვერ იჯდა რამე ტექნიკური ანუ იძულებული ვხდები ყველა ვარიანტში რაუნდებად ჩავშალო ზურიკოს ქმედების არ იყოს. მოკლედ, რავი, დავიწყოთ პირველი რაუნდით. პირველი რაუნდი, რავი, კამი აი წინა ბეთლზე ვამბობდი, რომ კამიმ აი, რავი, one punch man-ი იყავი თუ რაღაც და ეხა გაუმჯობესებული ეგეთი ტიპი დამხვდი რა. ანუ პირველი რაუნდი დაცხრილვით წაიღე ჩვეულებრივად. კი, პირველი უეჭველი. ამ შემთხვევაში არ დავეთანხმები, მაგრამ ხო, ნუ აქ ცოტა გემონების ჭიდილიც ატყდება ალბათ. მეორე რაუნდი ზურიკოს თქმის არ იყოს. ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვიფიქრე, მე თქვი მეორე რაუნდი ვინ წაიღო, რა ხდება მე თქვი, მაგრამ რახან მესამე რაუნდი მეგულებოდა მეორეზე გავაჩერე ფიქრი და დაველოდე მესამე რაუნდს, იმიტომ რომ პირველი რაუნდი ხო ვიცოდი რომ კამის ქონდა წაღებული და მესამე რაუნდიც კამი თუ წაიღო, რა ხაზრი აქვს მეორეს ბიჭო? ავი, ორივე ძალიან ტექნიკური, ძალიან მაგარი ბიჭები, ორივეს წარმატებას უსურვებ, ორივე ძალიან შემიყვარდა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ხმა ჩემს ძმას კამის. კი, ვეთანხმები 100%. უბრალოდ მეორე რაუნდი გავაჩერე არა, იმენა წაიყო, ჩემი ეს თაირო. ეგრე ვფიქრობ რა. ეს არის მომენტი, რომელიც გიორუსიას ყველაზე მეტად ეზიზღება, როდესაც მან უნდა გადაწყვიტოს რა მოხდა დღევანდელ ბეთლში. აი ეს დაძაბულობა ძალიან ასწავლებს. ძალიან გთხოვთ. ყოა მოიგო. ჩემი ხმა ყოას. კაი, ახლა სერიოზულად. ხო, რაღაცეებში გეთანხმები შენკას, რაღაცეებში ზურიკოს, რაღაცეებში არ გეთანხმებით. ჩემებურად ვიტყვი მაშინ მე როგორ მესმოდა, მე როგორ დავინახე, მე როგორ ვთვლი. პირველი რაუნდით დავიწყებ. ფლოუებშიც, ენერგეტიკაშიც რაღაც სპონჩი ეთ დონეზე იყავით, ორივე მაგრად მომეწონა. ერთადერთი აი ტექსტ რაც შეეხება პანჩები იყო ოკეი, მაგრამ მე დამევასა რომ ორ მომენტში იყო პანჩების სევიდან კიდე ვორდპლეები. რაც ანუ აი ვორდპლეები რომ მიყვარს ესე არა ვიცი ანუ რა მიყვარს და პირველი რაუნდი თანაბარი რაუნდი იყო, მაგრამ მაგ ვორდპლეები რო ჩართე შენ მაგან გადაწონა. პირველი რაუნდი შენ. მეორე რაუნდში ამან ჯერთი შენ ფლოუები რაც ქონდა, აი მაინც და მაინც მეორე რაუნდში მამის არჩეული იყო, ხო, თაიროს არჩეული იყო ბითი მეორეში. ეგ ეთყობოდა, იმიტომ რომ თაირო იდეალურად გზნობდა თავს მაგ ბიტზე. გინდ ფლოუთი, გინდ პანჩებით, გინდ აი გაგამწარა. აი ყველაზე მეტად რაც დავებას რომ ამას გაგამწარა მეორე რაუნდში არ მახსოვს ვინ გაგამწარა ბოლოს. საყვარელი კაცია. წერო ხე გაგამწარა. მაგარი კაცია, რუსია ძალიან მეواسება. გაგამწარა. ველი მეორე რაუნდში შენ დააკერე შენ. წეში გამწარა. გამერ დავინახე მეორე რაუნდი თაიროს. უეჭველი. ეხლა რაც შეეხება მესამე რაუნდს. ორივე ძალიან კაი რაუნდები ჰქონდათ. დაძაბულები არიან მაგარი ორივე. ტექნიკური რაუნდები. თუმცა მესამე რაუნდში აი ბანი აქაა სადღაც და ბანის ვეუბნები მაგ ფრაზას რომ აი სერფინგი ვითხარ ტალღაზე, როცა ბიტზე შემოდიხარ და აი ეგ სერფინგი შენ მანახე. მესამე რაუნდში შენ იყავი უფრო იჯექი ბიტზე, უფრო ტექნიკური. იქნება კეთება, მოიცა. ხო, მოკლედ რა, თაიროსაც ძალიან ბევრი მაგარი მომენტი ქონდა. კაი ფლოუ სვიჩები ქონდა, მაგრამ შენ ტექნიკურად უფრო კარგად იჯექი, უფრო კაი ფლოუები ქონდა, ჩემი ხმა კამის.
1000%-ით ვეთანხმები, ოღონ მართლა რა. საღოლ ბიჭო, აი სუეჩი. ძმებო, სანამ ერთმანეთს გადაეხვევით, ჩაეხუტებით და თქვენს პატივისცემას ერთმანეთის მიმართ საღოლ. გამოხატავთ. მე არტისტებს მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და თუ თქვენ რამის თქმა გინდათ, ჩვენი მაყურებლების მიმართ სიყვარულის გამოხატვა, თამამად ძმებო, ერთმანეთს და მეორემ. პირველ რიგში მადლობა ყველას მოსვლისთვის და დაფასებისთვის. დიდხანს არ მოგაწყენთ ვიტყვი ესეთ რამეს, რომ მე ვინც მეუბნებოდა, რომ ეს ბიჭი იქნებოდა სუსტი ოპონენტი, კატეგორიულად არ ვეთანხმებოდი არავის. ამ ბიჭს ვინც შეხვდება ამის შემდეგ მტრისას, ანუ კარგი დღე არ გელოდებათ. ისიც თქვი, ვინც გეტყვის, რომ სუსტი ამ მტერია თქო შენი თქო რომ გითხარი. კარგი, მეგობრებო. მე მინდა სიტყვა მივცე ჩვენს ძმას თაიროს, რომელმაც ჩემი გული სასტიკად მოიგო მეორე სეზონის დროს და ჩემი ფავორიტი იყო. მართლა ამას არც სეზონის ბიჭებთან არ ვმალავდი, არც მასთან არ დამიმალავს რა და ორივე მიცის ძალიან არ მინდოდა